მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მსმენელებო, მაყურებლებო. დღეს არის 11 ნოემბერი. ეს არის სარკისებრი თარიღი, რა დროსაც იხსნება პორტალი კოსმოსთან და ყველა ჩვენი ჩანაფიქრი, განზრახვა, გეგმა, იდეა, ოცნებაც კი სრულდება ჩვენ თავისუფლებით რაღაცა წარსული შებოჭილობებისგან, მიჯაჭულობებისგან და ვისახავთ მომავალში რაღაც ახლის განახლებას, რაღაც ახლის შექმნას და სიახლეებს, პოზიტიურს რა თქმა უნდა, ნეგატიური ოცნებები ალბათ თქვენ თაგას, თქვენი თავისთვის ყოველ შემთხვევაში არ გაქვთ, ხოლო თუ სხვებისთვის გაქვთ, გირჩევთ რომ მოიშოროთ ამგვარი აზრები, რადგან ეს სიკეთეს ნამდვილად არაფერს არ მოგიტანთ. მოდით დავიწყოთ გაშლა. დასტა პრინციპში უკვე მომზადებული მაქვს კარგად და პირველი შეკითხვა. რა იხსნება ამ დღეს ჩემთვის? რა ენერგია იხსნება? რა სიმართლის გაგებისთვის ვარ მზად დღეს რისი მოსმენისთვის ჩემს შესახებ? საითკენ უნდა მივმართო ჩემი ენერგია? რა უნდა ჩავიფიქრო დღეს, რომ ახდეს? და ბოლოს როგორ ვიყო ჰარმონიაში ჩემს უმაღლეს ცნობიერებასთან? დავიწყოთ პირველი შეკითხვით. რა ენერგიები იხსნება დღეს ჩემთვის? დღეს ჩემთვის იხსნება ენერგიები, რა დროსაც მე მზად ვარ უკვე მოქმედებისკენ, მე მზად ვარ რაღაც ახალი მატერიალური სიკეთეების კეთებისკენ, შემოქმედებითი საქმიანობისკენ, რომელიც სიკეთეს მოუტანს არა მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და უახლოეს გარემოცვას, არამედ შესაძლებელია რაღაცა უახლოეს წრეს, ოჯახურ წრეს, თუ ნათესაურ წრეს, თუ საახლობლო სამეგობრო წრეს. ყოველ შემთხვევაში ეს უკვე არის ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ თავზე და ჩაფიქრებული აქვს მრავალი სიკეთის მოტანა მისი უახლოესი გარემოცვისთვის და ეს ენერგია, ესეთი ენერგია იხსნება დღეს ჩემთვის 11 ნოემბერს, ხო, ამ პორტალის სახით. მეორე, რა სიმართლის გაგებისთვის ვარ უნდა ვიყო მზად ჩემს თავზე? ჩემს თავზე უნდა ვიყო მზად იმის გასაგებად, რომ მე არ ვარ ჯერჯერობით მყარი ჩემს გრძნობებში. სერიოზულად არ ვეკიდები მე ჩემს გრძნობებს, განცდებს, მხოლოდ შემოვიფარგლები მსუბუქი ურთიერთობებით. სერიოზულად არ აღვიქვავ ამგვარ გრძნობებს, ხო, ადამიანებთან ცნობობას თითქოს ჯერ ვერ ვუფრთხილდები კარგად ადამიანებს და ვერ ვაცნობიერებ თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია თითოეულ ადამიანს ჩემს ცხოვრებაზე. ასევე თუ კი ხართ დასაოჯახებელი, მაშინ იმ შემთხვევაში თქვენ იწყებთ ახალ ურთიერთობას. სიმართლე თქვენ შესახებ არის ის, რომ უკვე და თამამად გადადგაც ნაბიჯები ახალი ადამიანის გაცნობისკენ. ამისი არ უნდა შეგეშინდეთ. და უნდა გქონდეთ გამბედაობა, რომ ადვილად შეხვიდეთ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს სიმართლე
არის თქვენ შესახებ, რომ თქვენ გიჭირთ კომუნიკაციის გააღრმავება, ურთიერთობის გააღრმავება ადამიანებთან და სწორედ აი ამას გეუბნებათ ეს არკანები, რომ გაბედოთ და გადადგათ შემდგომი ნაბიჯები აქეთკენ. საიდკენ უნდა მივმართო ჩემი ენერგია. ჩემი ენერგია უნდა მივმართო იქითკენ, რომ ემოციები მოვთოკო, ბრაზი მოვთოკო ჩემ თავში. მაგრამ იმდენადაც არა, რომ ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიყო, რაღაცა თვითიზოლაციაში მოვექცე და ზომიერად უნდა მივმართო ჩემი ცოდნა, ჩემი ენერგია, ჩემი ემოცია, ჩემი ენერგია უნდა მივმართო იქითკენ, რომ გონივრულად დავგეგმო ყველაფერი და ეჭვები მოვიშორო. კარგად დავფიქრდე, სანამ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას. ნებისმიერ საკითხში არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რომელ სფეროს ეხება ეს საკითხი. შეგახსენებთ, რომ ეს გაშლა ეხება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ნიშნის, ზოდიაქოს ნიშნის ბრძანდებით, როდის ხართ დაბადებული, ხართ თუ არა ქორწინებაში, თუ არ ხართ, რამდენი წლის ბრძანდებით, დღევანდელი 11-11-ის გაშლა გეხებათ ყველას. გავაგრძელოთ მეოთხე შეკითხვა. რა უნდა ჩავიფიქრო დღეს? დღეს უნდა ჩავიფიქრო ის, რომ გაცემაც უნდა ვისწავლო. მიღებასთან ერთად აუცილებელია, რომ ვისწავლო მატერიალური სიკეთის გაცემის ძალაც. რადგან რაც უფრო მეც გავცემ, ან რაც უფრო გავცემ, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მით მეტი დამიბრუნდება გარკვეული სიკეთის სახით, გარკვეული მადლიერების სახით. არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ვალუტას, ეს ფული იქნება თუ არა მატერიალური სიკეთე, აი ეს მიღება გაცემის ბალანსი უნდა ვისწავლო. აი ეს უნდა ჩავიფიქრო, რომ შემეძლოს იმდენის მოპოვება, იმდენი მოვიპოვო, რომ შემეძლოს შემდეგ ეს მოპოვებული თანაბრად, თანასწორად გავცე სხვა ადამიანებსაც, რომელიც ჩემგან მოელიან რაღაცას. თუ არ მოელიან, მე მოველი ჩემი თავისგან იმას, რომ მე მზად ვარ ჩემი მიღებული სიკეთე თანაბრად გავანაწილო. დავიტოვო ჩემთვისაც, მაგრამ სხვაც არ დავტოვო იმედგაცრუებული და ბოლოს მეგობრებო, დღეს 11 ნოემბერს, როდესაც იხსნება პორტალი კოსმოსთან, როცა თქვენ შეგიძლიათ სრულად განაახლოთ თქვენი ხედვა, ენერგიები, გათავისუფლდეთ წარსული უარყოფითი ნეგატიური გამოცდილებისგან, თუ ფიქრებისგან, თუ ბლოკებისგან. მეხუთე კითხვა, როგორ ვიყო ჰარმონიაში ჩემს უმაღლეს ცნობიერებასთან, პირდაპირ გადმოვიდა ჯილდოს არკანი. დააჯილდოვე საკუთარი თავი, გაათავისუფლე საკუთარი თავი და შეიყვარე საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალი, საკუთარი ნიჭი, ტალანტი დაინახე, შეიცან საკუთარი თავი, რომ სამყარომ შეგიცნოს. აი ამგვარად, ასე და ამგვარად თქვენ მოახერხებთ ჰარმონიაში ყოფნას საკუთარ თავთან, გილოცავთ, ძალიან დიდი გზა გაიარეთ. დროა გადახვიდეთ ახალ პროექტზე, სადაც გელოდებათ ჯილდო, დაწინაურება და წარმატება. გემშვიდობებით მომავალ